იემენში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება, დემონსტრანტები პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ. თავის მხრივ ალი აბდალა სალეჰი დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ტელემიმართვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს. იემენის დედაქალაქში დაახლოებით 2000 ადამიანი შეიკრიბა და პრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა. სანაცვლელში შეკრებილი დემონსტრანტები ლოზუნგებს წადი ალისკანდირებდნენ. ჩვენ ერთი მიზანი გვაერთიანებს, ერთ მუშტად შეკრებილი მოსახლეობა პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს. იემენში 17 თებერვლის შემდეგ ყოველდღიური საპროტესტო აქციებისა და დაპირისპირების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის პრეზიდენტმა თავის ტელემიმართვაში განაცხადა, რომ ის იემენის ერთიანობას შეიარაღებული ძალების საშუალებით დაიცავს. მე შეიარაღებული და უსაფრთხოების ძალებმა ფიცი დავდეთ, რომ იემენის რესპუბლიკის სისტემას ერთიანობასა და მშვიდობას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ. იემენელ ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ ქვეყანას ძლიერი ჯარი ჰყავს, ხოლო თავად სამხედრო პირებს, რომ მათ უკან ძლიერი ერი დგას. ვერ დაუშვებთ ქაოსსა და სისხლისღვრას. ალი აბდალა სალეჰმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებას 2013 წელს დატოვებს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება და ძალაუფლებას მის ვაჟიშვილს აღარ გადასცემს.